ხელისუფლების შეფასებით ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება არის თავდასხმა, ხელისუფლება სრულად დაიცავს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას და ბრიტანეთმა ფუჭად გაისროლა ტყვია. შეფასებებს ვრცლად სოფო ბერიძე გაგვაცნობს. ჩვენ ტელეკომპანიის ისევე როგორც პოზიტივის უსაფუძვლო სანქცირებაზე საუბრისას დღეს პრემიერმა თქვა, რომ ბრიტანეთში აღარაფერი ფასობს და რომ ბრიტანული სანქცია ფუჭად გასროლილი ტყვია. მთავრობის მეთაური დებს პირობას, რომ სახელმწიფო დაიცავს მედიის თავისუფლების ყველა ძირითად უფლებას. შეფასებებში დღეს კიდევ უფრო მწვავე იყო პირველი კანონმდებელი. შალვა პაპუაშვილმა ბრიტანული სანქცია 105 წლის წინანდელ რუსულ თავდასხმას შეადარა. ამ თავდასხმას შალვა პაპუაშვილი მართალი სიტყვის გაჩერების სურვილს უკავშირებს, რადგან ჩვენი ტელეკომპანია არის არხი, რომელსაც მოსახლეობის 40% უცხადებს ნდობას. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ. ახსოვს 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს ნაცებს უხაროდათ, როდესაც შეელახა მაშინაც იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. დღეს იგივე ადამიანები არიან აჟიტირებული, თუმცა თუ მაშინ ეფექტური იყო იმედის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ფუჭიმცელობა. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. სახელმწიფო ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია პოზიტივში. ამაზე ვიღებ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით. 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. აღარ ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც მათ ჰქონდათ ამ განმარტებაში, აბსოლუტური სისულელე, რომ როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახაც, კორუმპირებული კი არა, ზე კორუმპირებული არის. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, ფორმულას პატრონი, ხაზარაძე, TV პირველის პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ტელეკომპანიის პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან ერთი. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტულ რაღაც დეზინფორმაციულ პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მე მგონი დაგვანახა უკვე თანამედროვე სამყარო და ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე. რომ თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12000 კაცი ყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის. თუ კი ვისაუბრეთ ტელეკომპანია იმედზე, არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. აი ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. თქვენ რა გონიათ ის, რა ქვია, ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა. ყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს ხო ის ქართველები არიან. ის გიგაურები და კინწურაშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც იჯდნენ ბნელ ოთახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამ ინტერვიუების დროს დღეს ჩვენ ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის რეალური სახეც ვნახეთ, როგორც ჩანს მათი მთავარი საფიქრალი ახლა ჩვენი არხის ფინანსური მდგომარეობაა და ელოდებიან, რომ ეს სანქციები არხზე პრობლემებს გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლემიკას ოპოზიციური მედიიდან აღიარებაც მოჰყვა. სიტყვის თავისუფლების დამცველებად თვითგამოცხადებულებმა დღეს თქვეს, რომ სანქციებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად არ აღიქვამენ. ხარით რას აპირებთ? მე თქვენ მინდა გკითხოთ, რისი იმედი გაქვთ, რა ფორმით შეეზღუდება? არ ფიქრობ. ან თქვენ თუ იმედი არა გაქვთ, რომ ტელეკომპანია იმეს და ტელეკომპანია პოზიტივის შეეზღუდებათ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ამიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი. გამოდის, რომ ფუჭად გაისროლეს ტყვია. ან ყველა ქმედება
განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოსტივის საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებები. ის შეელახვაც სადა ბრიტანეთმა იმას ბოლომდე დავიცავთ, ხო? ისევე როგორც 2007 წლის მერე მართალია 5 წელი დაჭირდა ტელეკომპანია იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოო ჯამში 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია იმედისთვის. ახლა არ დაგჭირდება 5 წელი, დაგჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისათვის, რომ სრულად უზრუნველყოთ ჩვენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა. ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული, ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ადამიანის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული. ინათ იგივე სანქციები თქვენს მიმართ შემოვიღოთ. იგივე ზომები თქვენს მიმართ რა მოქმედდეს. შელახვა არ იქნება ეს. ხო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების. ძალიან კარგი, მიღებულია პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ეს პასუხი, დამიჯერეთ. სახელმწიფო კომპანიები გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას იმედთან და პოსტივისთან. სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. თქვენ ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენ პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ვერ გავიგეთ რა საპასუხო ზომები იქნება მიღებული თქვენი მხრიდან. პარლამენტში აპირებთ რაიმე კანონის მიღებას? უბრალოდ ყოველსა ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ფაქტობრივად ყავს ახლა თბილისში ყავს ბრიტანეთის ელჩის სახით ყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა, რომელსაც უნდა კითხოთ ახლა რას ნიშნავს ეს მათი გადაწყვეტილება. აღმოჩნდა რომ თურმე ბრიტანეთის ელჩი ცენზორად ყოფილა დანიშნული და ის განგი გამარტავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოკლედ საჭიროებს და მიხედავთ. ნომერ პირველი ქართული ტელეკომპანიისთვის დაწესებულმა სანქციამ გააბედნიერა გაბანკროტებული ოპოზიცია. როცა ჩვენ მათგან დღეს კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, ტრადიციაა უკვე რომ მათგან მხოლოდ დემაგოგიას ვიღებთ. ქართული ოცნებისთვის სანქციებით გახარებული ოპოზიცია შულავერის კომიტეტია. კალკად გადმოღებული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი თუ ასე შემდეგ, რომელიც მთავარი გამправებლების და პროპაგანდისტული შემფუთავებიც იყო ტელეკომპანია იმედი და პოსტივი. დიახ, მაგიტომაც ვიყენებ თქვენთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ბრიტანეთს ამის საფუძველი ფაქტებიდან, მტკიცებულებებიდან გამომდინარე ჰქონდა. როგორც 105 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა შულავერის კომიტეტი, ახლაც არსებობს თანამედროვე ფორმით ასეთი კომიტეტი, რომელიც იხედება მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში და მხოლოდ უცხოელების მიღებული გადაწყვეტილებები ჰგონიათ აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ მათი აღრთოვანებები მალევე მთავრდება ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში გარე ძალების ჩარევები ვერ რეალიზდება. ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს იმედს და პოსტივის. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხინო და ამორალური მცდელობა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედია საშუალებების სანქცირება. მცდელობა, რომელსაც შედეგი რა თქმა უნდა ვერ ექნება. ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიგვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად. დარწმუნებული ვარ, იმედიც და პოსტივიც თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებული ჟურნალისტებით გაათმაგებული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზებულ არჩევანად და უპირობო ღირებულებად. ბრიტანეთის მთავრობამ ქართული დამოუკიდებელი და კერძო მაუწყებელი გუშინ დაასანქცირა გონივრული ეჭვის საფუძველზე ბრიტანეთი არც მეტი არც ნაკლები იმედს უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას აბრალებს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. ნეიტრალური საქართველოს შეფასებით საქართველოში პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობას ოლიგარქიული ოჯახები ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით ახორციელებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთთან ომის გახანგრძლივება ისევ არის მათი ინტერესი და ამ მიზნისთვის იყენებენ საკუთარ მარიონეტებს. საბედნიეროდ მათ საქართველოში აღარ ყავთ აგენტურული ხელისუფლება წინააღმდეგ შემთხვევაში იმედისა და პოსტივის წინააღმდეგ ისინი გამოიყენებდნენ სპეცდანიშნულების რასპს და არა სანქციებს. მას შემდეგ რაც ევრობიუროკრატია სრულად გაკოტრდა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი და ძალა, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოში საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე, აქცენტი კეთდება ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელსაც არაერთხელ შეუსრულებია საბედისწერო როლი, მათ შორის 2022 წელს, როდესაც ჩაშალა თითქმის უკვე შეთანხმებული
სამშვიდობო მოლაპარაკება, რის შემდეგაც ასეულობით 1000 უკრაინელი დაიღუპა. მთლიანად აქვს მორალური სახე დაკარგული ბრიტანეთის ხელისუფლებას და მმართველ ელიტას და ის არის მარტივად კონტროლებადი, შესაბამისად ის ასრულებს ყველა ბინძურ დავალებას, რაც მოდის deep state-დან და ოლიგარქიული ოჯახებიდან. მათ შორის მოქალაქეები ითხოვენ, რომ უკვე დროა რაღაც ცოტა სხვა პასუხი გაეცეს ესეთ ქცევას. ელჩების, რომლებიც აბსოლუტურად ცილდებიან თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს და აღმაშფოთებელი ყველას დიპლომატიური სიტყვა ვიპოვე. აღმაშფოთებელ რამეებს ჩადიან. აი ზუსტად ეს არის იქ საბაბი იყო, რა თქმა უნდა, უკრაინა და მასთან დაკავშირებული რაღაცები. მიზეზი აბსოლუტურად სხვა იყო და მეორე დღეს გამოვიდნენ და თვითონ აღიარეს ის მიზეზები, რაც იყო რეალური მიზეზი ამ ყველაფრის. ის რომ არ მივყვებით მათ მოთხოვნებს, არ მივყვებით მათ პოლიტიკას, არ მივყვებით ლიბერალ გლობალისტურ ნარატივს და ვიცავთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.